გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. რა ხდება საქართველოს ნაკრებში? დატოვებს თუ არა სანიოლი ნაკრებს და რა განცხადებები გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა? ჩვენ კი სანამ ვიდეოს დავიწყებთ თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. არხის მაყურებელთა 63%-ს კი არხი ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი. ამიტომ თუ შენც მათ რისხში ხარ, თხოვნა გამოიწერო არხი და დაეხმარო მას განვითარებაში. ყველას მადლობა სიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. როგორი იქნება ცხოვრება ალისონის შემდეგ? სისი სენფილდი მამარდაშვილზე წერს. გამოცემა სისი სენფილდი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. სტატიაში კი აღწერილია თუ რა ასწავლა ლივერპულს მამარდაშვილის 7 მატჩმა და გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ალისონის ხშირი ტრაუმების ფონზე დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონი ბრაზილიელი მეკარისთვის ენფილდზე ბოლო იქნება. ტრაუმის გამო ალისონმა ბოლო 8 მატჩი გამოტოვა. 1000 მატჩი დებიუტი ფრედი ბუდმენს ჰქონდა. დანარჩენ 7 შეხვედრაში კი კარის დაცვა მამარდაშვილს სანდეს. დიდი ალბათობით ბრაზილიელი მეკარე მოედანზე 22 ნოემბერს ნოტინგემთან მატჩში დაბრუნდება. მამარდაშვილის 7 მატჩმა კი კლუბს არაერთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა. 7-დან 4 წაგება, 11 გაშვებული გოლი და მხოლოდ 2 მშრალი მატჩი. ასეთია ქართველი მეკარის სტატისტიკა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პოზიტიური მომენტებიც. მამარდაშვილს გამორჩეული რეაქცია აქვს. ბრენდფორდსა და ასტონ ვილასთან მას შესანიშნავი მოგერიებები ჰქონდა. ერლინგ ჰოლანდს კი პენალტი აუღო. გიორგიმ ასევე აჩვენა კარიდან გამოსვლის კარგი უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დაცვის ხაზით მოთამაშე გუნდისთვის. სტატისტიკის მიხედვით საჯარიმოს გარეთ დაცვითი ქმედებების რაოდენობით გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგის საუკეთესო 6-ეულში შედის. ვალენსიაში ყოფნისას მამარდაშვილის ფეხით თამაში გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა ისაა, რომ ენფილდზე ის ამ ასპექტში კარგად გამოიყურება. მამარდაშვილმა აჩვენა, რომ შეუძლია ფეხით ალისონის დონეზე ითამაშოს. მათი ერთმანეთთან შედარება უსამართლო იქნებოდა, ვინაიდან ბრაზილიელი ალბათ ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარია და 33 წლის ასაკში ის მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა თავის მხრივ მამარდაშვილი მას უნარებით არ ჩამოუვარდება. ალისონს კი კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ხოლო ხშირი ტრაუმების ფონზე ის დიდი ალბათობით კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. წერია გამოცემაში. საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებით ჩააგდო. ვილისანიოლის წასვლაზე კი სულ უფრო აქტიურად იწერება, თუმცა მთავარია ახლა გამოსავალი ვიპოვნოთ. ჯერ იყო ესპანეთთან 4-0 მარცხი, ახლა კი ბულგარეთთანაც დავმარცხდით. თურქეთთან და განსაკუთრებით ესპანეთთან წაგების ახსნა გარკვეულწილად შესაძლებელი იყო, თუმცა ამ ბულგარეთთან მარცხი უკვე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და მდგომარეობა საგანგაშოა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში თაობათა სვლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ყველაფერს ამით ვერ ახსნით, რადგან გასული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოედანზე ვეღარ ხედავთ იმ მონდომებასა და ბოლომდე ბრძოლის სურვილს, რითიც არაერთი ჩვენზე ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. მათ შორის კი იყო პორტუგალია. ხოლო ის თუ რა ხდება ნაკრებში, ამასთან დაკავშირებით სურიკო დავითაშვილმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. ვფიქრობ, რომ ეხლა ყველა ამაზე საუბრობს რაღაც ნაკრებში, ესე ვთქვათ, იცვლება ფეხბურთელები ცოტა ცვალებადობა მიდის, რაღაც დალაგების პროცესში ვართ. ევროპის ჩემპიონატი იყო, ყველა ძალიან გვიხაროდა ის პერიოდი, ყველა ძალიან ემოციებში ვიყავით და ეს ჩვენს დაგვეტყო რა, ჩვენც ესე ვიყავით, თუნდაც ევროპის ჩემპიონატის მერე თავიდან კარგად დავიწყეთ პირველი ორი თამაში მოვიგეთ და შეიძლება ცოტა მოვდუნდით რა და ეს მოდუნება დაგვეტყო შემდეგ თამაშებში, გამოყვა ჩემი აზრით ვერ მომემზადეთ კარგად, იმიტომ რომ ხა რაც ამ მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე რა შედეგიც ვაჩვენეთ, ეს ჩვენ დონეს არ შეეფერება და ყველას მეტი გვინდა. შეიძლება ზედმეტად გვეგონა, რომ ზედმეტად მაღლა ვიყავით, ეგეც შეიძლება და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ ერთმანეთში. განვიხილოთ, რომ მოვემზადოთ უფრო კარგად შემდეგი საკვალიფიკაციო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო იქნება, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო იქნება, ერთა ლიგა იქნება, რომ ესეთი შეცდომები არ დავუშვათ, როგორც თუნდაც დღეს იყო რა. სურიკოს ალს ვეთანხმები, რადგან აშკარაა, რომ პრობლემა უფრო სიღრმეში უნდა ვეწებოთ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდია ვილისანიოლი მხოლოდ თავის მართლებაზეა გადასული. ფრანგი სპეციალისტი კი არ აღიარებს თავის შეცდომებს, რასაც მატჩიდან მატჩამდე უშვებს. ასევე ესპანეთთან მარცხის შემდეგ ვილისანიოლმა განაცხადა, რომ თუ ესპანეთს კიდევ შევხვდებით, ის თანამდებობას ეგრევე დატოვებს. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით არის ნათქვამი. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი მენტალიტეტი ჩვენი ნაკრების შორს ვერ წავა. შეიძლება ამ ეტაპზე ესპანეთის დამარცხების შანსი საერთოდ არ გვაქვს, მაგრამ მოედანზე უნდა გამოვავლინოთ საბრძოლო მენტალიტეტი და მოწინააღმდეგეს თავისუფლად გამარჯვების საშუალება არ უნდა მივცეთ. ახლა კი ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ ვილისანიოლი გუნდის მარცხს შემდეგი სიტყვებით ხსნის. ბოლო 3 თვე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით, თუმცა მაინც ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია. მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო გლობალურია. როგორც ადრე აღნიშნე, ყველანი კომფორტის ზონაში მოვეკეცით, საიდანაც არ შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ. ჩვენ უფრო მეტი იმედგაცრუება გვალის თუ ჩვენს მენტალიტეტს არ შევცვლით. შეცდომები
ჯგუფები მათ შორის ამითქომის ბრალია და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ვიცოდით, რომ ჯგუფში სადაც ესპანეთი და თურქეთია, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებებულიყავით. ერთი წლის წინ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მას შემდეგ გუნდის თითოეული წევრი რაღაცას ვაკლებთ. ამიტომ ეს სულისკვეთება მარტში, ივნისში და მომდევნო ერთა ლიგაზე აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ. განაცხადა ნაკრების თავკაცმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ ამ სიტყვებს ვილი სანიოლისგან უკვე დიდი ხანია რაც ვისმენთ, თუმცა არაფერი იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ვილიმ ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 ტურნირი, ორჯერ მსოფლიო საკვალიფიკაციო, ერთხელ ევროპის და ერთხელ ერთა ლიგის B დივიზიონი ჩააგდო. ამასობაში კი ის რესურსი, რაც ამჟამად გვაქვს, ამას სათანადოდ ვერ ვიყენებთ. დრო კი გადის. თუმცა დატოვებს თუ არა ველი საქართველოს ნაკრებს, ეს ინფორმაცია ნოემბრის მატჩების დაწყებამდე გახდა ცნობილი. კერძო სანაკრებო მატჩების წინ ჩვენი გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიასთან პრეს-კონფერენცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ ვილის კითხეს დატოვებს თუ არა ის საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩების შემდეგ. თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი ალექსანდრე იაშვილმა გასცა, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგი არსად არ მიდის და ფედერაციასთან ერთად ნაკრების განვითარებას გააგრძელებს. მე კი დავძენ იმასაც, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს ერთა ლიგის გათამაშება ელის. იაშვილის განცხადებიდან გამომდინარე ჩვენს ნაკრებს კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარეთთან მძიმე მარცხის შემდეგ მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა. ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა. ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს. ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე. მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება. წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს, განაცხადა მამარდაშვილმა. ამრიგად ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ნაწილის ვინაობა გაითქვა. თუმცა უკვე ცნობილია რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ. მათ შორის კი არის ხვიჩას კარგი მეგობარი ვიქტორ ოსიმენი, რომლის ნაკრებმაც საქართველოს ნაკრების მსგავსად შესარჩევი ციკლი ჩააგდო. დახურული წვეულება ლამინ იამალი მორიგ სკანდალში გაეხვა. ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გარემარბები რეიტინგში კვარაცხელიაც მოხვდა. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. გამოცემა გიმისპორტმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გარემარბების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც პარი სენ-ჟერმენის ქართველი შემტევი კვარაცხელიაც მოხვდა. გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია მე-15 ადგილზეა. გიმისპორტი კი ხვიჩას შემდეგი სიტყვებით აფასებს. ორივე ფეხით მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიგა 1-ში. ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ტრიუმფალურ სეზონში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. კვარაცხელია პარიზელებს ნაპოლიდან შეუერთდა და მცველების მოტყუების უნარმა ქართველი ფეხბურთელი თითქმის შეუჩერებლად აქცია. ხვიჩას ასაკისა და უნარების გათვალისწინებით კი მოსალოდნელია, რომ მისი პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება. წერია გამოცემაში. ხვიჩა კი ამ გამოცემამ 59 მილიონ გირვანკად შეაფასა. დავწენ იმასაც, რომ რეიტინგის თანახმად ყველაზე ძვირად ღირებული გარემარბი ნეიმარია 200 მილიონი გირვანკა. მეორე ადგილზეა უსმან დემბელე 135 მილიონი გირვანკა. მესამეზე კი ჯეკ გრილიში 100 მილიონი გირვანკა. ლამინ იამალის ირგვლივ სკანდალი ვრცელდება. სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსას სუპერვარსკვლავმა ღამის კლუბში დახურული წვეულება მოაწყო. ტრიბუნა.com-ისა და Daily Sport-ის ინფორმაციით, წვეულება 14 ნოემბერს მოიწყო, სადაც სტუმრებს რამდენიმე წესი უნდა შეესრულებინათ. წყაროსნობით მათ ტელეფონები გარეთ უნდა დაეტოვებინათ, ხოლო ერთ-ერთ VIP ლოჟაში შესვლა მხოლოდ ქალებისთვის იყო დაშვებული. შიგნით კი იმყოფებოდა თავად იამალი, მისი ნათესავი და რამდენიმე მეგობარი. El Periodico წერს, რომ სტუმრების უმეტესობა ღამის 4-ის ნახევარზე წავიდა, ხოლო ლამინმა და რამდენიმე ადამიანმა გართობა დილამდე გააგრძელეს. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია ბარსასა და ჰანსი ფლიკის პოზიცია, თუმცა გერმანელი სპეციალისტი იამალის ყოველდღიურობას აქტიურად აკვირდება და დიდი ალბათობით საჭირო ზომებს აუცილებლად მიიღებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.